სათუთა სანთლად გადარებელო სიყვარული სიგეთე თვისგან დაგბედებია ვარ შეზრული ძირფასო ბევრჯერ დაგხდებია დამაგდებელო დაიმოცე გამდებო ჩემო მასწავლებელო რადგან ასე მაყვარე იმიერს და ამიერს შენთვის ამოვიმღერე უგდავ მრავალ ჟამიერს
ჩემი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის განსაკუთრებული დღეა. დღეს მეოთხე B კლასის მოსწავლეები თავიანთი პატარა შემოქმედებით შეეცდებიან გამოხატონ და გამოაჩინონ ის ცოდნა, რაც ამ 4 წლის მანძილზე დავამკვიდრეთ. ეს ის 4 წელიწადია, რომელიც ბეწვის ხიდადაა გადებული სიბნელისა და სენათლეში. ხოლო ჩვენი ღონისძიების სლოგანი მომავალი ჩვენია გამოხატავს ჩვენი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულს, ხოლო წმენას და იმედს მომავლისადმი. ჩემო ძვირფასებო, წმენა და იმედი არ მოჰკლებოდეთ. თქვენ ჩემ მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს. გილოს აღწევამდე შეფარდამობის დიდი მადლობა. Machos, machis, visi, čerti,
Twenty years
მოყოლად არ შეიძლება. ბავშვობა სასწავლების ხანია. თითქოს იყო და არა იყო რა. ბავშვობაზე უკეთესი რა იქნებოდა. იყო 4 ყვითელი შემოდგომა. შემდეგ ზამთარი, თოვლის ფირფიტები მოდიოდა. ზეთის ყვავილობა გეგონებოდა. 4ჯერ აფეთქდა ვარდისფრა დატამი. 4ჯერ გაეხვია დედამიწა ყვავილებისა და პეპლების მორთულ სამოსში. რაღა არ მოხდა ქვეყანაზე. ჩვენც ერთნაირად გამოვიცვალეთ. დავთიანთ და იმ პატარა მოსწავლეებიდან დღეს უკვე დიდი მოსწავლეები გიყურებთ. Bye.
სცემასა და სიყვარულზე გვესაუბრებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ უმნიშვნელოდ მაინც ვჩხუბობდით. ჩვენი კლასის მეგობრობათა სიყვარულზე სხვა ვერაფერს დაასრულებს. Por estar en clave, me comprobas que
უკვე რამდენჯერმე ჰქონდა დაფაზე ნანახი, მაგრამ ის საკუთარი ხელით ვერასოდეს წარმოვიდგენთ. ჯერ გაოსებული ხმით დამას, თუმაც წამოჩვით სიტყვა დედა. შემდეგ უცებ ვიყვირე, დედა, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვების მიზნის მიღწევის კვირით. 11 ჩვენ იმ წამს ფილოსოფიური ქვა აღმოვაჩინეთ. დედაშვილობა ხომამ ქვეყნად ვერაფერი შეეძება. Rosa,
დავამატეთ, დავფრთიანდით, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ იმას აქში ვართ, როდესაც ცოტაოდენი გვახარებს და ასევე მცირედი წყინს. ჩვენ გოგონები ხშირად ერთად ვართ, საუბრობთ, ვჯელობთ, ცოტას კიდევ ჭორავთ, ამიტომ ჭორიკნებს გვეძახიან. Иканас медзахира, инглиш медавраго, нამდვილ ამბავს ერთი სიტყვა, მივა მათემატიკო. Ვისად მეში ცხირხნება, მიჯობება ბედია, როქნა მაინტერესებს, ქვეყნა გამბედია. ვის უხარს, ვის რას ცხინს, ვისა და ვის არანებს, საგრამ მოხდა, ვინ გათხოვდა, სათხოვს და საცვლის. ვისა და ვის არანებს, საგრამ მოხდა, ვინ გათხოვდა, სათხოვს და საცვლის. მართალია 4 კლასი იყავ კურფა, იყავ უებრო, დიდარი ბრძენი მხნე და ჭკვიანი, მაგრამ ფიქრისგან არ განიშოვო, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. შემთხვევა მოვცა ბევრი ქონება, ხელმწიფე გავსავ ნასურსიანი. მაშინაც მართებს უბრალოდ სოვნება, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. ეგერ კეთილობეთ სალფადი, ოგი კლაგური ყოსევდიანი, ნუ დაეცემის დასდებ დამაგდი, გახსოვდეს რომ ხარ ადამიანი. და იცვალოს გარემოება, თუნ ხალხის ხმამაც მოგწევზიანი, თვით მოიცულები მოვადროება, გიცნობე რომ ხარ ადამიანი. ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოწმეთავალად, სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუ კი სურს დარჩი ადამიანად. Thank you.
ჩვენგანის მიმართ, რაც მათ ამ ხმის მანძილზე დაუბრუნდა. ამიტომ მათ მოამზადეს ერთი ძალიან ლამაზი, სასიამოვნო, პატარა ნომერი, რომელიც ჩვენი სკოლის უსახალეს პიროვნებას, ჩვენი სკოლის სუპერდირექტორს მართალი 4 წელი დავამთავრებ და მე-5-ში გადავედი. ნეტავ როგორი იქნება ახალი კლასი. მე გულისხმობ, რომ ისევ მეორე ხარისხოვნები ვიქნებით. 4 წელი გოგონები იჩემებდნენ პირველ ადგილს. მე მგონი მე-12 კლასამდე ასე იქნება. ხო და მაია მასწავლებელმა ისე გაათანამა ჩვენი კლასის გოგონები, რომ ჩვენ ყველა სტატუსი ჩამოგვართვის. მაგათი შიტი სხვა კლასის ბიჭებთან ვერ ჭუბობდით, საქმეს ვერ ურჩებით. მაშინვე მოვარდებოდნენ, დოინ ჩემოიკრავდნენ და თითებს უქნებდნენ. აბა ჩვენი კლასის ბიჭებს ვინ გვიჩაგდავსო? ანდაც მანდატთან გაიქცეოდნენ ჩასაშვებად. ჩვენ გვინდა მე-5 კლასში ხელში ავიღოთ სადავეები, მაგრამ არ გამოვა. მაია მასწავლებელს ეწყინებდა. მას ხომ უნდა ჩვენ ზრდილობიანები, კეთილები და ვაჟკაცები გავიზარდოთ. ხო და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი კლასის გოგონები ჩვენით ამაყობდნენ. ჩვენს ძლიერ ზუგს ძნობდნენ. ბავშვებო, გასო, პირველ კლასში რომ მოვედი, ნაპატარები ვიყავით, როგორ ტიროდი. დედები კი შენი 2 კვირს მათთან არაფერთან გველოდებოდნენ. შემდეგი მივეჩვიეთ, რაღაცა გიმართ მე სკოლას ბაღიმერჩინა. რადგან გვაათმევდნენ, გვასვმევდნენ, გვათამაშებდნენ. სკოლაში ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. ერთი სული მქონდა ზარი როდის დაერეგებოდა, რომ ბურკი შემეჭამო, სული მცვიოდა. ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯა. ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხებას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, წამდე სუფლის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ამჩნევ რომ არ გიხდება. ნუ შიშო ფუფლის იცამე, მაგრამ და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობი წება, მაშინ მოუხმეთი შთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. რობს აღარ გუნდავ, შენ იღუპები, შენი სიცოცხლე წუთი იცვლება, წმენას მოუხმე და შეგიხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ცოდვები და სულით დაეცი, ღმერთი აქ ტოვებ, შენსკენ იხრება. ის მოწყალია ყველას
და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც იმედს საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთი რაც გადაგაჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. როცა იწმებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იგუება, სხვებს აუხსენ და შთაგონე რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისვება, ნუ ფიქრდები თუ აზრო კითხვებს, ღმერთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა და მწავს ჩემო პატარებო, რომ მართლაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მხოლოდ ერთ გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. შეიძლება ხვალ ძალიან გვიანი იყოს. იცით, რამდენი რამის გამოცვლა, რამდენი რამის გამოსწორება მოგვიდება, მაგრამ მას სამუდამოდ წარსული მოხდაძეს. წარსული, რომელიც აღარასოდეს გახდება აზრმო. დააფასეთ თითოეული დღე, თითოეული წამი. შეიძლება ეს წამი მთელი ცხოვრების მანძილზე გვენატრებოდეს. და კიდევ გაიმახსოვრეთ და გთხოვთ, არასოდეს დაიწყე. დაიწყე? რახან დაიწყეს? ბოლომდე უნდა ახმდით. თოკი 9 ჯერ რომ ჩაგიწყდეს, მიათეთ უნდა ახმდით. ჩანაცრდი? უნდა ალდე. არიცნობ? უნდა გაიცნო. ჭირია უნდა გამაგდე, ტკივა და უნდა გაუწლო. დაეცი? უნდა წამოდგე. დამარცხდი? უნდა იბრძოლო. გაჭირდა? უნდა ივარგო. მოკვდი და იმ მკვდარმაც უნდა იცოცხლო. ჩემო პატარებო, ფეხბედნიერი, შვიდობიანი, სიკეთითა და სიუხვით აღსავსე ყოფილიყოს თქვენი ნაბიჯები ცხოვრების ახალ ასპარეზზე. დაე გისურვებ იმ ბედნიერ მწვერვალზე ასვლას, სადაც ოქროს ასვები დაწერია. ჯანმრთელობა და მტკიცე სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. თქვენ გაგიმართოთ. ეხლა კი სიმბოლურად ჩემს მოსწავლეებს გადავცემთ ბუებს. თეკლა გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებას. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, იმედი მაქვს.
მოგზაურებისთვის, იმ გვერდით გონისთვის და სიყვარულისთვის, რაც მე და ჩემი მოსწავლეები ხელი ამ ხის მანძილზე ვცნობთ. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი ძალიან ვთხოვთ ჩვენი სკოლის უსაყვარლეს ადამიანებს და ბატონ მოდარს გადავცეთ საჩუქრად, ხო? ეს ჩვენი სკოლის სახელით ბატონ ნოდარ ოსაძის. მოგესალმებით მეგობრებო ყველას ერთად. ძალიან დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. პირველ რიგში ქალბატონ მაია მასწავლებელს, უღრესი მადლობა მშობლებს, რომ არა მშობლები, რომ არა ბავშვები, რომ არა აგვეს სამივე ერთად ეს გუნდი, გამორიცხულია რომ ეს ღონისძიება ასეთი ყოფილიყო. ძალიან ბევრი სკოლის ღონისძიება მინახავს, კი იცით, დღეს უკვე ხელმისაწვდომობა საკმაოდ მარტივია თუნდაც YouTube-ზე, თუნდაც Facebook-ზე, მაგრამ გამერწმუნეთ, რომ საუკეთესოებს შორის არიან ნამდვილად ეს ბავშვები. სულ რაღაც არიან 10-11 წლისები მაქსიმუმ. ეს არის ალბათ მაქსიმუმი ამასაკისთვის, რაც დღეს ამათვა სცენაზე წარმოგვიდგინეს და რაც ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბავშვებს. მეხუთე კლასში გადადიხარ და თქვენთვის ეს ახლა მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ძალიან დიდი ემოციებით ხარ, ძალიან დიდი მოლოდინები გაქვთ. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ამ მოლოდინებს, როგორც აქამდე ვამართლებდით, მეცნებით უკეთესად ავამართლოთ და უკეთესი რაღაცების მორება წინულის და უფრო შევძლოთ. თავის წარმატებებს გისურვებთ. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, რა ვთქვათ, კარგი იყო თუ რაც იყო ის თქვათ. მე ძალიან დიდ ბოდის გიხდით, უნდა დაგთხოვოთ პირველ საათზე მას ამინისტროსთან ჩართვა და კი იცით ახლა აღარ აქვს როგორ შეიძლება და რა მადლობა ყველას რა. დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. ოდიშით რა. ოდიში ერთი წუთი გამოსვლაზე რა ის? შევხვდები და მელოდია და ერთი. ძალიან დიდი მადლობა მოგახსენებო, ძალიან მიყვარხარ, მე იმედებით და რა ვიცი. რაც შეიძლება და მაქსიმალური გავაკეთებ და რა ვიცი. ქალბატონო ზევინა, ხოვთ. ორიოდეს იწვე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რას გვეჭოდი მაია მასწავლებელი. ბაგაბუგი გაუდიოდა, დიდი მადლობა. საიმედო პროგნოზები მქონდა, რომ ნოვატორული იქნებოდა სცენარი და საინტერესო იქნებოდა ღონისძიება, მაგრამ ეს იყო ძალიან სუპერ საინტერესო იყო და ძალიან კარგი ღონისძიება იყო. მადლობა მაია მასწავლებლის სცენარისტის, მადლობა ქალბატონ მარინას ასეთი გონივრული მუსიკისათვის, ყველას ვინც იყო ამ ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, თავად ბავშვებს, მშობლებს, რომლებმაც აიტაცეს ნოვაცია ქალბატონი მაიასაგან. აქ ხედავთ საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს, დიდი მადლობა თქვენ აქ მობრძანებისათვის, იმ ამაგისათვის, რაც გასწიეთ ამ ბავშვების ჩამოყალიბებაში და მინდა უსურვო ბავშვებს, რომ უზრუნველყოთ საქონლობთ, მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ, ყოფილიყო წარმატებულები. დაეგვი ამაღლოს თქვენი. ვამა! ქალბატონო სილამაზოვე. მოგესალმებით. ემასტაციის საზოგადოებას მოგესალმებით შემოგატარებო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზები ხართ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ყველა მოსწავლეში არის წარმატება. თუ მას სათანადო გარემო შეუქმნით და ზუსტად დღეს ეს გარემო და ეს პირობები ყველაფერი შექმნილი ქონდა ამ ბავშვს. ამისათვის უღმესი მადლობა ქალბატონო მარინა, დღევანდელი ასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის. ქალბატონ მარინას
მშობლებს და ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც იოთისოდენი წელი მიუძღვის დღევანდელი ღონისძიების გალამაზებაში. ჩემო პატარებო, ვიყვარდეთ ერთმანეთში, ერთმანეთის პატივისცემა, არასოდეს არ დაგევიწყებინოთ, წარმატებები, ბედნიერება და ბევრი სიხარული ყოფილიყოს თქვენი მეცნიერება. მაია მასწავლებელო, უღრმესი მადლობა მშობლების სახელით, დარწმუნებული ვარ, რომ რვამე მშობელი მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნებით, რომ ასე კბილად, ასეთი დიდი სიყვარულით დავუდგეთ პირველი კლასიდან ჩვენ შვილებს, მოიყვანეთ აქამდე და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება ალბათ იფიქრებთ ამაზე და იამაყებთ იმით, რომ ეს ბავშვები ძალიან კარგები, ძალიან წარმატებულები დარჩებიან. მადლობა ყველას, მადლობა მშობლებო თქვენ გვერდით მდგომისათვის. ძალიან მიწის საუბარი. უპირველესად ჩვენ ბავშვებს ძალიან დიდი მადლობა. იცით რომ ძალიან მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით და იმედი მაქვს რომ ყოველთვის ვიამაყებ და ამაყი ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა ჩემო პატარებო, ასეთი გვერდით დგომისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის. ძალიან მიყვარხართ ჩემო მშობლებო, მეიმედებით, მიამაყებით, ვისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და აქედან გიგზავნით ყველას.